სოფია ბზეკალავა განაგრძობს დილის ლაივის ეთერს. დილა მშვიდობი. სოფია, ისეთი საინტერესო ანონსი ქონდა სოციალურ ქსელში, რომ სულ მოუთქმელად ვგელოდებოდით, ესე იგი მთელი ხო, ისეთი საინტერესო კვირა მინდა, ესე ვთქვათ, დავაანონსო, რაც წინ გველოდება და პრინციპში შეიძლება ითქვას ბოლო კვირეებს შორის ალბათ ერთ-ერთი მეტნაკლებად ყველაზე ჰარმონიული პირველი ორი დღე, დღევანდელი დღე გავიაროთ, უნდა რაც შეიძლება მაქსიმალურად შვიდად გაწონასწორებულად. დღეს იხურება დაბნელების კორიდორი, დღეს ეკლიპსი გვაქვს და აქედან გამომდინარე, მოკეთ ხვალინდელი დღეს ესეთია თავისებური ესი გადალაგების საბოლოო ჯამში, ფუნდამენტური და უკვე 23 რიცხვიდან იწყება გაცილებით უფრო ჰარმონიული პერიოდი, რომ ეს უმეკითხებიან ხოლმე, როდის იქნება კარგი პერიოდი და არის ხოლმე ხანდახან სიტუაციები, როდესაც ზემოთ პლანეტარულ კანცელარიაშიც საცობებია. ხო და ეხლა ეს საცობები ცოტა ესე ვთქვათ ჩემს უბრუქდება. მიუხედავად ამისა, ყველა კვირას აქვს თავისი პლუსი და მინუსი, მოდი ორი სიტყვით ფონურად ვიტყვი, რა არის მიმდინარე კვირის გამოწვევები. ვიცი რომ გველოდებიან განსაკუთრებით ის სამი ნიშანი, ვისაც ამ კვირაში ნამდვილად ექნება იმის შანსი, რომ გადაალაგოს საკმაოდ კარდინალურად მნიშვნელოვნად შეცვალოს საკუთარი ცხოვრება. თუმცა ორი სიტყვით ვიტყვი ფონურად, მიმდინარე კვირის მთავარი ის მესიჯ ბოქსები რა არის, რა უნდა გავითვალისწინოთ. პირველ რიგში უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ კვირის პირველ ნახევარში მაქსიმალურად ვერიდოთ კონფლიქტებს და დაპირისპირებებს, განსაკუთრებით საკუთარი უპირატესობის მტკიცებას. ბევრი ადამიანი იქნება ისეთი, ვისაც შეიძლება ცოტა ეჭვი შეეპაროს მომენტებში საკუთარ თავში და მერც რაღაცას გეტყვით სხვისი პრიზმიდან თუ საკუთარ თავს აღიქვამ, ეს იმ ადამიანის პრობლემა არ არის, ვინც არ გაფასებს, კი შენ თავს თვითონ არ აფასებ, ამიტომ ჯანსაღად შევაფასოთ საკუთარი თავი მიმდინარე კვირის მანძილზე და არ შევიდოთ იდეოლოგიურ დაპირისპირებებში. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი. დღევანდელი დღე მაქსიმალურად შეეცადეთ გაატაროთ შვიდად, მაქსიმალურად შეეცადეთ დღევანდელ დღეს ქალწულში გვაქვს ჩვენ მზის დაბნელება გვაქვს ეკლიპსი და შესაბამისად ყველაფრის დალაგება შეიძლება. არა მხოლოდ დღევანდელ დღეს, ზოგადად 6 თვიანი, 9 წლიანი, 18 წლიანი პერიოდი შეგიძლიათ დაიწყოთ აი ზუსტად დღევანდელი დღიდან მოყოლებული აზრობრივად თუ კი დაალაგებთ რა არის დასალაგებელი თქვენ ცხოვრებაში და რა არის გასამარტივებელი, იმიტომ რომ ყველაზე კარგი რასაც გირჩევთ უახლოესი 2 დღის მანძილზე ეს არის აი გაჯექით და რის გარეშე ძალიან ბევრი რამეა შეიძლება თქვენ ცხოვრებაში სადაც ბუფერი გაქვთ და უნდა გაუშვათ თქვენი ცხოვრებიდან და უნდა დაალაგოთ. თავარი არის მონიშნოთ რა არის ზედმეტი თქვენ ცხოვრებაში. ვინ არის ზედმეტი პრინციპში ესე შეიძლება. ვინ და რა? ვინ და რა. ამიტომ მიმდინარე კვირა განსაკუთრებით დღევანდელი დღე და ხვალინდელი მით უმეტეს აუცილებლად გამოიყენეთ იმისთვის, რომ საფუძვლიანად გაასუფთავოთ თქვენი გონება, თქვენი ცხოვრება. შეგიძლიათ უბრალოდ დაალაგოთ რაღაც, მაგალითად დიდი ხნის მანძილზე შეიძლება აპირებდით რაღაცა დაგელაგებინათ, სარდაფი დაგელაგებინათ, მაგალითად გონებაში, რა ვიცი, ფიქრები დაგელაგებინათ, შეგიძლიათ ყველაფრის ესე ვთქვათ კონცენტრაცია გააკეთოთ დღევანდელ დღეს და სიმბოლურად ეს ძალიან კარგია. ძალიან კარგ შედეგებს იძლევა პირდაპირ გეტყვით. და რა თქმა უნდა, ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით უნდა დავიწყოთ და იმ სამ ზოდიაქოს ნიშნასაც რა თქმა უნდა ვიტყვი და აქვე კითხოს დაგისვამთ. თქვენ ხომ არ გაქვთ ვერსია, ვიზე იყოს შეიძლება საუბარი, ვის ცხოვრება შეიძლება შეიცვალოს მიმდინარე კვირის მანძილზე? მე მგონია რომ აბა როგორი ინტუიცია გაქვთ? თევზი და სასწორიდან ერთ-ერთს ვფიქრობ, რაღაც შენი საუბრებიდან გამომდინარე წინა კვირებში. მერწყულებს აქვს ძალიან კარგი ინტუიცია, როგორც ვიცი. რასაც შემზე ვერ ვიტყვი ბაჭო. თუ ქალწულებს ალბათ. რადგან ეხლა თქვით? გაჟღერდა ვერსია. არ ვიცი. ხო. კი ბატონო, მაშინ მე გეტყვით, მიყვები რა თქმა უნდა თანმიმდევრულად ვერძის ნიშნით უნდა დავიწყო. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს, რასაც სხვათა შორის დღეს ზუსტად დღევანდელ დღეს იცვლის მათი მართველი პლანეტა პოზიციას და მიდის თავის სიძლიერის ზონაში, იმიტომ რომ მარსი მართავს ვერძს და გადადის მორიელში. ანუ ერთის მხრივ ვერძის ნიშნით დაბადებულ ადამიანებს ემატებათ შემტევობა, ამბიციები, ცოტა აგრესიაც შეიძლება ითქვას, ვერძი ისედაც ფეთქებადი ნიშანია, თუმცა ამასთან ერთად, რა კი პლანეტა ზღვარზე დგას, მათი მართველი პლანეტა, ძალიან ბევრი საქმე შეიძლება გქონდეთ და ძალიან ბევრი რამის გვერდზე გაწევა შეიძლება მოუწიოთ მიმდინარე კვირის მანძილზე, იმიტომ რომ
რაღაც საქმეები თუ ბოლომდე არ მიიყვანეთ, აი ყველაფერი შეიძლება ერთად მოგაწვეთ. ერთადერთი რასაც გირჩევთ, მიმდინარე კვირის მანძილზე, მის პირველ 2 დღეს. ძალიან მნიშვნელოვანია, პირველ რიგში არ მოთხოვოთ საკუთარ თავს ძალიან ბევრი. მინიმუმი გააკეთეთ და მადლობელი იყავით, რომ ყველაფერს ესე ვთქვათ, რაღაც თანამიმდევრულად მიყვებით და მეორე, რაც უფრო სასარგებლო იქნებით ახლობელი ადამიანებს, აი თუ გინდათ ძალიან პატარა რაღაც გააკეთეთ მათთვის, მით უფრო მეტად იქნებით პოპულარული, მით უფრო მეტად იქნებით დაფასებული, ცოტა ეგო უნდა დაციოს მიმდინარე კვირის მანძილზე უკან ძვირფასმა ვერდი საერთოდ ეგოისტი ნიშანია. აქედან გამომდინარე მიმდინარე კვირის მანძილზე მთავარი თქვენი ესეთი მიმართულება არის იყავი სასარგებლო, იმიტომ რომ თუ კისხვების სასარგებლო იქნებით, საკუთარი თავის ფასი და რწმენაც გაცილებით უფრო მოგემატებათ და აქედან გამომდინარე ნაკლებად გააკრიტიკებთ საკუთარ თავს და შესაბამისად ენერგიაც კიდევ უფრო მეტად ეს თქვა დაგეზოგებათ. კუროს ნიშნით დაბადებულ ადამიანებს რაც შეეხება და პირველი ზუსტად ეს ნიშანია, რომელსაც მიმდინარე კვირის მანძილზე შეუძლია ძალიან პოზიტიური, ესე ვთქვათ, პროცესებისკენ წაიყვანოს და შეცვალოს საკუთარი ცხოვრება, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო ასპექტი დგას ცაზე კუროს მმართველი პლანეტა, ესე ადგილს უცვლის, მოდი ასე ვთქვათ, ერთ პლანეტას კიდევ, ანუ ვენერას და მერკურის ადგილის გაცვლა მიდის და ეს არის ესეთი ძალიან საინტერესო სიტუაცია. თუ კი თქვენ მიმდინარე კვირის მანძილზე იქნებით დელიკატური, ძალიან კეთილგანწყობილი, ახლო წრის ადამიანების მიმართ, კომპლიმენტებს ეტყვით მით უმეტეს, ანუ არ დაგენანებათ მაგალითად, აი რამოდენიმე სიტყვით კომპლიმენტი უთხრათ თქვენს ახლობელ ადამიანებს, მაშინაც კი, როდესაც ისინი საერთოდ ამას არ ელიან ან არ ითხოვენ, მიმდინარე კვირის მანძილზე თქვენ იღებთ ესეთ საშუალებას. ზოგიერთი შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს რაღაცა გარკვეული გაუმჯობესება ფინანსური კუთხით და შეიძლება რაღაც პროცესიც კი დაიწყოს ამ მხრივ თქვენ ცხოვრებაში, ახალი სამსახური მაგალითად შესაძლებელია. ასევე შესაძლებელია თქვენ მოიპოვოთ მიმდინარე კვირის მანძილზე ძალიან მარტივად. მოიპოვოთ შეიძლება საჭირო დოკუმენტები, საჭირო საბუთები, საჭირო ინფორმაცია. ასევე ძალიან მარტივად შეიძლება იპოვოთ შუამავალი, ვინც ამ ყველაფერში დაგეხმარებათ, იმიტომ რომ ვიღაცის ცხოვრებაში შეიძლება დღის წესრიგში დგას ზუსტად ეს საკითხი, რომ მოაგვაროს რაღაც გარკვეული სირთულეები, რომელიც უკავშირდებოდა ბიუროკრატიას, საბუთებს, სწავლის სხვა სასწავლო პროცესებსაც ასევე მიმდინარე კვირის მანძილზე თქვენ შეიძლება აი მართლა რაღაცა ბედნიერი შემთხვევითობიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა თქვენც უნდა მოინდომოთ და დელიკატური იყოთ, მიხვიდეთ, დაიკონტაქტოთ, შეაწუხოთ, ესე ვთქვათ, კარგი გაგებით, რა თქმა უნდა, შეიძლება მიიღოთ ძალიან სწრაფი გაუმჯობესება და აი ყველაზე რთული სიტუაციებიც კი შეიძლება გადაიჭრას ძალიან მარტივად, ოღონდ ეს ყველაფერი 1 და 2 დღიანი პროცესი არ არის, საკმაოდ ხანგრძლივ პერიოდს ჩაუდებს საფუძველს, სხვა შორის ასევე კუროებს იმის საშუალება ექნებათ მიმდინარე კვირის მანძილზე, რომ საჭირო ნაცნობები შეიძინონ. აი შუამავლები, ნაცნობები, რომლებთან ურთიერთობაშიც შეიძლება მათ ცხოვრებაში სამომავლოდ მოდიოდეს რაღაც ძალიან კარგი პერსპექტიული პროექტები. ამიტომ ძვირფასო კუროებო გამოიყენეთ აუცილებლად მიმდინარე კვირა, იმიტომ რომ თქვენ პირველი ფავორიტი ნიშანი ხართ აი მიმდინარე კვირის მანძილზე. ტყუპის ნიშნით დაბადებულ ადამიანებს რაც შეეხება, აქაც არის მისი ბენეფიტები, იმიტომ რომ ტყუპების მმართველი პლანეტა სასწორში იმყოფება, მერკური სასწორში იმყოფება, ძალიან კარგი ესე ვთქვათ შანსები გეძლევათ თქვენი იუმორის გზნობით, სიმარტივით, ახლა ტყუპები განთქმული არიან, მინდა გითხრათ, ესე ვთქვათ, ვერბალური მაგები არიან, მათი კომუნიკაციის უნარი და მიმდინარე კვირის მანძილზე თუ ამ თქვენს კომუნიკაციის უნარს კარგად გააზავებთ იუმორში და ძალიან მარტივად შეხედავთ რაღაცებს და მაქსიმალურად შეესწრებით, რომ ყველაფერი იუმორში გადაიტანოთ, ძალიან ბევრი გართულებული პრობლემის არა მხოლოდ დასრულებას შეძლებთ, არამედ სამომავლო პერსპექტივებიც არაჩვეულებრივი გაჩნდება და სხვა შორის ძვირფასი ტყუპების გასაგონად ვიტყვი, ასევე რომ მიმდინარე კვირის მანძილზე გაქვთ ჩანსი. გამოუასწოროთ პირადი და პარტნიორული ურთიერთობების კუთხით შექმნილი რაღაცა ესეთი ცოტა რთული სიტუაციები. ამიტომ ძალიან კარგი იქნება თუ გადადგამთ ნაბიჯს, რაღაცას ცოტას დათმობთ მაგალითად, სადღაც ესე ვთქვათ სირბილეს გამოიჩენთ, იგივე ეხება სამსახურეობრივ სფეროს და განსაკუთრებით თანამშრომლებთან და ზემდგომებთან ურთიერთობებს. კირჩხიბებს რაც შეეხებათ მეორე ფავორიტი ნიშანია ამ კვირის მინდა გითხრათ. ანუ კურო კირჩხიბი. კი. კირჩხიბი არის მეორე ფავორიტი ნიშანი, იმიტომ რომ მიმდინარე კვირის მანძილზე თუ თქვენ მოინდომებთ, თქვენი სიტყვები არის თქვენი ჯადოსნური ჯოხი მიმდინარე კვირის მანძილზე. ნებისმიერ კომუნიკაციას იმ მხარეს წაიყვანთ, რა მხარესაც გინდათ რომ წაიყვანოთ, განსაკუთრებით მიაქციეთ ყურადღება
2 დღეს, კვირის დასაწყის 2 დღეს. აი კვირის დასაწყის 2 დღეს, ანუ დღევანდელ დღეს და ხვალინდელ დღეს გაქვთ იმის საშუალება, რომ აი თქვენი სიტყვებით, თქვენი სწორი კომუნიკაციის მეშვეობით ცოტა манипуляციაც შეიძლება პრინციპში ძალიან გართულებული სიტუაციები შეიძლება მოაგვაროთ, ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია შეიძლება მიიღოთ. აქედან გამომდინარე აუცილებლად ეს ყოფილი გამოიყენეთ კვირის შუა პერიოდში. შეეცადეთ რომ აი თქვენებურად რბილი მიდგომით ცოტა შეარბილოთ რაღაც გარკვეული კომუნიკაციები ოჯახის წევრებთან პრინციპში იმდენად არა, რამდენადაც შეიძლება თქვენ იყოთ საუკეთესო მედიატორი, თქვენი ნათესაობის და ოჯახის წევრების რაღაც დაძაბულ სიტუაციებში მაგალითად და ამით თქვენ ციხეირებთ პირდაპირ გეტყვით. აქედან გამომდინარე კვირის ესე ვთქვათ მეორე ფავორიტი ნიშანი ვისაც შეუძლია ძალიან დიდი ხნის გართულებული კონფლიქტებიც კი შეცვალოს და დააბალანსოს და სხვებსაც კი დაეხმაროს ამ ყველაფერში არის ზუსტად კირჩხიბი და მიეცით ადამიანებს რჩევები. თქვენი რჩევები მიმდინარე კვირის მანძილზე წამალზე უფრო ეფექტურია. კირჩხიბებს დაიკითხეთ, მოკლედ მიმდინარე კვირის მანძილზე თუ ჩიხში შეხვალთ. ლომის ნიშნით დაბადებულ ადამიანებს რაც შეეხებათ. თქვენ მიმდინარე კვირის მანძილზე გაქვთ აი ძალიან გამოკვეთილი არჩევანი. გააგრძელოთ ცხოვრება, აი წინა კვირაში თუ კი გქონდათ ესეთი მომენტები, როდესაც აი რაღაცა თითქოს ფერები დაკარგა ცხოვრებამ, აი მოწყენილი თუ იყავით, მაგალითად ცოტა უხასიათო თუ იყავით ზოგიერთი შემთხვევაში იქნებოდა აუცილებლად ეს მომენტები. და აი მიმდინარე კვირის დასაწყისში, განსაკუთრებით პირველი 2 დღე, აი ზუსტად დღევანდელი დღე ეკლიპსი თქვენ შემთხვევაში არის გადაალაგოთ ფასეულობათა სისტემა, იმიტომ რომ თქვენ პირდაპირ ამ ასე ვთქვათ საკითხს გიწევთ მიმდინარე ეკლიპსი, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენი გარემო და ცხოვრება კი არ შეიცვლება, თქვენი ფასეულობები და ხედვები უნდა შეიცვალოს და აქედან გამომდინარე შეიძლება ყოველდღიურობაში ისეთი мотиваცია იპოვოთ. აი თუ უბრალოდ ნაბიჯ აგურ თავსაკუთარ თავს აიძულებთ, რომ ადგეთ ფორმაში მოხვიდეთ ან ლომებს ძალიან უყვართ, მოკლედ ასე ვთქვათ, რომ გამოიყურებიან შესაბამისად და ნაკლები ყურადღება მიაქციოთ წვრილმანებს, იმიტომ რომ არ არის გამორიცხული ზუსტად ამ წვრილმანების გამო გქონდეთ რაღაცა ესეთი შინაგანი დისკომფორტები, ამიტომ მიმდინარე კვირის მანძილზე თქვენთან პირდაპირ არჩევანის თემა დგას. მიმდინარე კვირა არის თქვენი პიროვნული არჩევანი, ისე თქვენ ირჩევთ პირდაპირ გეტყვით, როგორი იქნება თქვენი კვირა და ყველაფერი არის დამოკიდებული აი ფასეულობ სისტემაზე და ყოველდღიურობაში როგორ იპოვით ბედნიერების პატარ-პატარა მარცვლებს, იმიტომ რომ აქედან რაღაც დიდი ამოიზრდება. თბილამინდებს ვეღარ ვაბრუნებთ და ეს არის რომ მოწყენილობის საბაბია. ზოგიერთ ლომს აქვს ქონდა უბრალოდ წინა კვირას განსაკუთრებით რაღაც გარკვეული მოწყენილობა, ცირად ფილიამინდი უყვართ ლომებს, მაგრამ თუ გულში სითბოს იპოვი და გარემოშიც აღმოაჩენ რომ არიან ადამიანები ლომი გულის და სითბოს გარეშე ვერძლებს კვდება და ნუ სიყვარულის გარეშე სიყვარული ჭირდებათ კიდევ და შესაბამისად იფლირტავეთ მიმდინარე კვირის მანძილზე კარგი შანსები გაქვთ სხვათა შორის. ქალწულის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანებს რაც შეეხებათ. მიმდინარე კვირის მანძილზე უნდა თვალი გაუსწოროთ უნდა იმ თემას და განსაკუთრებით თქვენ გეხებათ აი დღევანდელი დღე ეხებათ განსაკუთრებით ქალწულის ნიშნით დაბადებულ ადამიანებს. თვალი გაუსწოროთ უნდა იმ თემას რომ თუ კი რაღაცა მნიშვნელოვანი საუბრები გადადეთ ჯერ კიდევ აგვისტოს პერიოდიდან მოყოლებული იმ პრინციპით რომ რა ვიცი თავის მოგვარდება ან უბრალოდ არაკომფორტული იყო თქვენთვის ამ თემაზე საუბარი მაგალითად რთული დიალოგები იყო შეიძლება მინდა გითხრათ რომ მიმდინარე კვირის მანძილზე თქვენ ეს თემა ისევ დაგეწევათ შეიძლება პირიქით იყო მაგალითად თქვენ არ შეგეძლოთ ვინმესთან კომუნიკაცია იქიდან გამომდინარე რომ მაგალითად ეს ადამიანი იყო თქვენთვის მიუწვდომელი მათ შორის პირად და პარტიორულ ურთიერთობებს ეხება ზოგადად მიმდინარე კვირის მანძილზე არის საშუალება რომ აი ეს თემა ისევ წამოიწიოს წინ თქვენი ინიციატივითაც კი შეიძლება წამოიწიოს წინ და გაცილებით უფრო ეფექტურად და კარგად შეიძლება მოგვარდეს ვიდრე წინა თვეში, სადაც შეიძლება გართულ და რაღაც გარკვეული შეთანხმება, დიალოგი, მაგალითად, აი ამ პერიოდის მანძილზე, განსაკუთრებით მიმდინარე კვირის მანძილზე, ამ ყველაფრის გადაწერა შეიძლება ეფექტურად და რაღაც ახალი ფორმატით შეიძლება ამ კომუნიკაციის წაყვანა. თუმცა იმისთვის, რომ ეს ყოფილი გამოვიდეს, კვირის პირველი 2 დღე დაუთმეთ იმის გაანალიზებას, რაღაცა კომუნიკაციაში, რაღაც სიტუაციებში, სადაც ვერ თანხმდებით, ვერ შეთანხმდით პირად ურთიერთობასაც ეხება სხვათა შორის.
თვალს უსწორებ თუ არა საკუთარ არასრულფასოვნებას, იმიტომ რომ ქალწული პერფექციონისტი ნიშანია და როგორც ხმებისგან ითხოვს ძალიან ბევრს, არანაკლებს ითხოვს საკუთარი თავისგან. ამიტომ მე მგონი კითხვაზე პასუხი გაქვთ. ცოტა უნდა დავწიოთ ეს ჩვენი პერფექციონიზმი, მოკეთ ეს თქვა ქვემოთ და წავიდეთ უნდა რაღაც გარკვეულ მოლაპარაკებზე ან პირიქით, თუნდაც მაგალითად შეფასებებში შეიძლება უფრო რბილი ვიყოთ, იმიტომ რომ მიმდინარე კვირის მანძილზე შეიძლება გამოვიდეს ყველაზე გართულებული შეთანხმებები, განსაკუთრებით აგვისტოს პერიოდიდან მოყოლებული რაც იყო, ან თქვენ გადადეთ, ან ზოგადად გადაიდო შესაძლებელია მაგალითად, იმიტომ რომ ყველაფერი მიმდინარე კვირის მანძილზე თქვენ ხელში იქნება. რაც შეეხება სასწორის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანებს. მე ვურჩევ სასწორის ნიშნით დაბადებულ ადამიანებს არ უგულებელყო მიმდინარე კვირის მანძილზე რჩევები, რომელსაც მათთვის საყვარელი ადამიანები აძლევენ, აი განსაკუთრებით ეს ეხება ოჯახის წევრებს. იმიტომ რომ შეიძლება გეჩვენებოდეთ, რომ იქერევიან ან იმ სფეროში გაძლევენ, იმ საკითხში გაძლევენ რჩევას, სადაც თქვენ მიგაჩნიათ ყოველ შემთხვევაში, რომ არ გჭირდებათ არანაირი მითითებები. თუმცა მიმდინარე კვირის მანძილზე იმის ალბათობა, რომ უფრო გაღიზიანებული ხართ და მართლა გულით რაც უნდათ თქვენთვის საყვარელ ადამიანებს და თუნდაც რჩევებს გაძლევენ, ტონი გეჩვენებათ ცოტა ესეთი დემაგოგიური, იმიტომ რომ არ გამორიცხავ რომ მიმდინარე კვირის მანძილზე დემაგოგიური ტონით მოგხსენ რჩევები, შეიძლება უშვებდეთ ძალიან კარგ შანსებს ხელიდან. აქედან გამომდინარე, ჩემი რჩევა იქნება, რომ დააკვირდით, იმიტომ რომ ამ ტონის უკან რეალურად შეიძლება თქვენზე ზრუნვა და სიყვარული დგას. განსაკუთრებით ეხება ოჯახის წევრებს, ქალბატონებს, მამაკაცის შემთხვევაში შეიძლება მეუღლეც იყოს, რომელიც გონია რომ ჭკუას გასწავლის და ამ დროს ჭკუას არ გასწავლის, ბოლო ჩვენთვის კარგი უნდა, მაგრამ ტონი შეიძლება გეჩვენება აი ესეთად და აქედან გამომდინარე, პრინციპში არ არის გამორიცხული, რომ ცოტა გაღიზიანებული იყოთ და ამ ყველაფერს უკან დგას თქვენი ყოველდღიურობა. თქვენი ყოველდღიურობა, სადაც რაღაცა აღარ არის ბედნიერების ელემენტები და უნდა დაფიქსდეთ იმაზე, რა უნდა შეცვალოთ იმისთვის, რომ გაუმჯობესდეს ზოგადად ურთიერთობები თქვენს გარშემო. მორიელის ნიშნით დაბადებულ ადამიანებს რაც შეეხებათ, მიმდინარე კვირის მანძილზე დააკვირდით უცებად სიტუაციებს, სადაც შესაძლოა თქვენი უტაქტობის გამო, ან რაღაცა კომპრომისობის გამო, იმიტომ რომ მიმდინარე კვირის მანძილზე მორიელი შეიძლება იყოს ძალიან უკომპრომისო, შეიძლება წარმოიშვას გარკვეული დაძაბული სიტუაციები და კონფლიქტები იმ ადამიანებთან, ვისთანაც ადრე რაღაც საერთო ბრძოლის, ესე ვთქვათ, პრინციპები და რაღაც საერთო მიზნები გაკავშირებდათ. შეიძლება ეს იყოს ადამიანები, რომლებსაც წარსულში ძალიან ბევრჯერ დახმარები ხართ და მაგალითად მიმდინარე კვირის მანძილზე შეიძლება გაგიჩნდეთ განცდა, რომ თქვენ რომ დაგჭირდათ რაღაც არ დაგეხმარენ თუნდაც, მაგრამ უიჩქარებთ დასკვნების გამოტანას, იმიტომ რომ მიმდინარე კვირის მანძილზე გუნდი, ჯგუფი, კოლექტივი, ასევე მიღებული ნათესავები, ყველა მიღებული ნათესავი თქვენს ესე ვთქვათ, თქვენ შემთხვევაში შეიძლება იყოს პირველ რიგში კონფლიქტის წინაპირობა, მეორე კუთხით თუ თქვენ ესე ვთქვათ, ცოტა დააკვირდებით სიტუაციას და მიხვდებით, სად დაუშვით თავადაც შეცდომები, შეიძლება ეს ხალხი ისევ და ისევ თქვენს მხარეს დადგეს და მოკავშირეთ აქციოდ, მით უმეტეს აი თუ ეხება თანამშრომლებს, თქვენ თუ ზემდგომი ხართ, მაგალითად. შვილდოსნებს რაც შეეხებათ მიმდინარე კვირის მანძილზე შესაძლოა კვირის პირველ ნაწილში, განსაკუთრებით პირველი 2 დღე. ცოტა დაბნეული იყოთ იმ ადამიანების გამო, რომლებიც თითქოს ერთი ჩანან და მეორეს დეკლარირებენ, მაგალითად. ანუ მგელი ცხრის ტყავში და ესე ვთქვათ, დაახლოებით ეს ტიპის ადამიანები, ასევე შეიძლება რაღაც გარკვეული დილემები შეიქმნას პირადი და პარტნიორული ურთიერთობების კუთხით, იმიტომ რომ ადამიანი, ვისთანაც გულწრფელი საუბარი გინდათ და ცოტა ხისტიცხად შეიძლება საკუთარი არასრულფასოვნების გამო შეიძლება ბოლომდე არ გაჩვენებთ საკუთარ პიროვნებას. ამიტომ ჩემი რჩევა იქნება მიმდინარე კვირის მანძილზე, განსაკუთრებით კვირის პირველ ნაწილში არ გააღრმავოთ კონფლიქტები. დაელოდეთ სიტუაციებს, იმიტომ რომ შეიძლება ეს ყველაფერი თავისთავადაც განიმუხტოს და აი განსაკუთრებით 23-24 რიცხვის შემდეგ შეიძლება უკვე ამ რაღაც ფაქტორების დარეგულება. მესამე ფავორიტი თხის რქა არის, მინდა გითხრა, თხის რქის ნიშნით დაბადებულ ადამიანებს. იშვიათად კარგი პერიოდი ეწყებათ, ეს არის პირველ რიგში გარღვევა კარიერული კუთხით, რაღაცა კარგი შესაძლებლობები, კარგი პერსპექტივები. შეგიძლიათ იყოთ ადამიანი, რომელიც მივა დაინტერესებს ინიციატივას გამოიჩენს, იმიტომ რომ თქვენი ინიციატივები, აი განსაკუთრებით პროფესიული კუთხით, რაც ეხება ასევე იმიჯს, მაგალითად, თუნდაც შელახულ იმიჯს, ძალიან კარგად და დადებითად შეიძლება დააგვირგვინდეს. ამიტომ თქვენ ამ კვირის მესამე ფავორიტი ხართ, უნდა აუცილებლად გამოიყენოთ და მერწყულის ნიშნით დაბადებულ ადამიანებს რაც შეეხებათ. 2 დღე, კვირის პირველი 2 დღე, მაქსიმალურად შეიცადეთ.
გაერკვეთ საკუთარ შინაგან კონფლიქტებში. იმიტომ რომ თუ თქვენ შინაგან ესე ვთქვათ, ემოციებში, საკუთარ ემოციებში ვერ გაერკვევით, სად გაქვთ ჩაწიხლული ემოციები, მაგალითად ბრაზი, მაგრამ იცით რომ ამ ემოციის გამოხატვა შეიძლება ან უფლება არ გაქვთ, ან სირცხვილია, შეიძლება გადაკონვერტირდეს რაღაც გარკვეულ ქმედებებში. მათ შორის შეიძლება ეს იყოს ცოტა უკეიფობაც განსაკუთრებით კუჭნაწლავი მომნელებელი სისტემის კუთხით, იმიტომ რომ ჩვენი გადაყვაპული აგრესიები, როდესაც ჩვენ არ ვსაუბრობთ ჩვენ ემოციებზე, ყოველთვის ორგანიზმზე გადადის. ამიტომ კვირის პირველ 2 დღეს ძალიან კარგია თუ მერწყული დაუთმობს ყველაფრის გაანალიზებას და დაალაგებს ეგ განსაკუთრებით ცხოვრების წესის, ჯანმრთელობის კუთხით მიხედავს, მაგალითად საკუთარ თავს კვების რიტმს შეცვლის, მაგალითად ყოველდღიურ რუტინას, ასე ვთქვათ, გადახედავს და შეცვლის და ყველაზე მთავარი არის თუ რამე პრეტენზიები გაქვთ ილაპარაკეთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია კვირის პირველი 2 დღე და ბოლო ნიშანი თევზები. თევზების ნიშნით დაბადებული ადამიანები კვირის მანძილზე იქნებიან დაკავებული კვირის პირველი 2 დღე. ეს არის გარკვევა ყველანაირი ტიპის პარტნიორული ურთიერთობების. ძალიან ბევრი რამე გაიკვევა თქვენ შემთხვევაში. შეიძლება ცოტა უსიამოვნო ინფორმაციებიც გაიგოთ, მაგრამ საბოლოოდ გათავისუფლდებით, ანუ თვალი აგეხილებათ პირდაპირ და გადატანითი მნიშვნელობით. სამაგიეროდ აი კვირის მეორე ნაწილი იქნება ძალიან აქტიური ფინანსური ფაქტორიდან გამომდინარე, შეიძლება რაღაც მოულოდნელი სასიამოვნო მომენტებიც მოხდეს თქვენ ცხოვრებაში, რაც დაუგეგმავოს თქვათ ფინანსურ მომენტებს ეხება და ასევე თუ რამე შეძენა გინდათ, მაგალითად უძრავი ქონების, მიმდინარე კვირის მეორე ნახევარი. შეგიძლიათ აქტიურად, ძალიან კარგი ვარიანტები იყოს შეიძლება თქვენ ცხოვრებაში. საკმაოდ კარგი პერიოდი იწყება, კიდევ ერთხელ ვამბობ, 23 რიცხვიდან განსაკუთრებით, იმიტომ დღევანდელი დღე, ხვალინდელი დღე არ გიჩქაროთ, არ მივიღოთ იმპულსური გადაწყვეტილებები, დავალაგოთ საკუთარი ცხოვრება, დავალაგოთ აზრები, ფიქრები, დავალაგოთ ურთიერთობები და გახსოვდეთ ამ კვირაში, ზუსტად რასაც დაალაგებთ, გადაალაგებთ და გაამარტივებთ, გრძელვადიანი პერსპექტივის კუთხით თქვენი ცხოვრების გაჯანსაღებაზე ძალიან იმოქმედებს. გადასაღები პროგნოზია. ნუ გამოიკვეთა ამ ყველაფრიდან კიდევ ერთი ნიუანსი, რომ ჩემი დაბაჩოს ინტუიციას აღარ ვენდობით, ვერ გამოვიცანეს 12-დან 2 კაცმა ვერც ერთი. დამუშავებადია. იმუშავებთ ამაზე სამშაბათიდან საკუთარ. დიდი მადლობა სოფია, გემშვიდობებით ზუსტად ერთი კვირით მორიგი ასეთი ძალიან საინტერესო ვიზიტით.